Დათაახალაია სოსო თოფურიძე, გერონტი ალანია, ოლეგ მელნიკოვი კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა არც ერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება. ექს-მაღალჩინოსნებმა ქვეყანა არჩევნებიდან მალევე დატოვეს. პროკურატურა საქართველოდან წასულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და პოლიციის თანამშრომლების წამებაში ადანაშაულებს. საუბარია 2005 წლის იანვარში რესტორან ძველ სახლში მომხდარ ინციდენტზე. დათაახალაიას იოსებ თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს მოსამართლე მორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. კუდის ყოფილ ჩინოვნიკებს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და მთაწმინდა კრწანისის სამმართველოს თანამშრომლების წამება ედებათ. დათაახალაიას კი სამმართველოს თანამშრომლებისთვის თავისუფლების უკანონო დახკვეთის ბრალდებაც დაემატა. ადვოკატები ბრალდებებს ცილის წამებას უწოდებენ და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. ეს არის ტოტალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უკანონოდ მოექცია ადამიანს და როგორ შეიძლება რომ ადამიანს მათ განახორციელოს პოლიტიკური დევნა. აღნიშნულ პირებს ბრალი 2005 წლის 2 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს. მოწმეები ყვებიან, როგორ დაუკავშირდა კუდის დირექტორის მოადგილე სოსო თოფურიძე მთაწმინდა კრწანისის მთავარი სამმართველოს უფროს და დათაახალაიასთან მისვლას თხოვა. მოწმეების ჩვენებით მიზეზი ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან დაკავშირებული ინციდენტი გახდა. მათივე განმარტებით ოფისში მისვლის შემდეგ სამმართველოს უფროსა და მის მოადგილეს სოსო თოფურიძემ ოლეგ მელნიკოვმა და გერონტი ალანიამ სასტიკად სცემეს. დათაახალაიასთვის ბრალის დაუსწრებლად წარდგენისა და საჭიროების შემთხვევაში საქმეში ინტერპოლის ჩართვის შესახებ არჩილ კბილაშვილმა ჯერ კიდევ 16 ნოემბერს მეცხრე არხის ეთერში განაცხადა. სასამართლოს მიემართება კვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში უკვე ეს სასამართლოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურატურის მიერ ჩაერთვება ინტერპოლით საძიებ პირთა ქსელში. დათაახალაიას სახელი სხვა გახმაურებულ საქმეებშიც ფიგურირებდა, რის გამოც შესაძლოა ბრალი კიდევ რამდენიმე დანაშაულისთვის წაუყენონ. გიორგი ჩიხლაძემ ამხილა თვითონ დათაახალაია გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით დათაახალაიამ, რომელიც მას ემყრობოდა არადამიანურად და აწამებდა მას უშუალოდ, ამხილა და თქვა, რომ როგორც შენ კარგად მიცნობ, როგორც მე მოუკალილა გავასაღე გურამ შარაძე, ისე გაგასაღებო უთხრა. გერგულიანის გადაწყვეტილებაში ევროსასამართლომ ძალიან მკაფიოდ მიუთითა სწორედ მისი მონაწილეობის და მისი როლის თაობაზე, ის რომ გამოძიება საქართველოს მთავრობამ გამოძიების ვალდებულება ვერ შეასრულა და ამის გამო მოხდა ის, რომ ევროსასამართლომ აღიარა ევროკონვენციის დარღვევა, ამაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. განსაჩივრებენ თუ არა სასამართლოს განაჩენს კუდის ყოფილი თანამშრომლები, ამ გადაწყვეტილებას ადვოკატები სავარაუდოდ რამდენიმე საათში მიიღებენ.